გზაჯვარედინი. იოლად მოაგენი? დიახ. ლამაზი ოფისი გაქვთ. დაჯექი. იმის თქმას თუ აპირებთ, რომ თქვენთან ვეღარ ვიცხოვრებ. არ ინერვიულოთ ეს ჩემთვის. სიურპრიზი არ იქნება. ვიფიქრე და მივხვდი, რომ გუშინდელის შემდეგ სხვაგვარად არც იქნება. იმის გამოდაც გითხარი. იმ ამბის შემდეგ შენზე ნამდვილად გაბრაზებული და ნაწყენი ვარ. მაგრამ ესმის, რომ უდანაშაულო ხარ. ამიხსენი კიდეც იქ მისვლის მიზეზი და შენი მჯერა. ხო, მჯერა, მაგრამ შემიძლია გუშინდელი სიტყვები თავიდან გაგიმეორო იამან. იამან. რაც უნდა იყოს კარის სახელოს ხელი უნდა გაუშვა. დამიჯერე. უნდობლობა დაივიწყე. შენი წარსული ტოზლუდერეშია. მაგრამ მომავალი არა. გესმის? ის ბიჭი მეგობარიც კი არ არის. თავად თქვი. ამიტომ შეეშვი. ყველამ თავის ცხოვრებას თვითონ მიხედოს. გითხარი, რომ ჩვენ შორის საიდუმლო არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მეც რაღაც დაგიმალე. ახლა კი ამ საიდუმლოს გაგიმხელ. მაგრამ დასარწმუნებლად რამდენიმე დღე მჭირდება. აი, ეს ნახე. ეს რა არის? თავად ნახე. მამა. იამან, მამა შენი ცოცხალია. ყველაფერზე კარგად უნდა დაფიქრდე და გადაწყვეტილება მიიღო. საფიქრალი რა არის? ისედაც ცოტა დრო დაგრჩა. მას არ ვგეგმავდით. აი, შენ უსულელობ. გირაის რა უნდა მოუხერხო. ვთქვათ რამდენიმე თვე თავს გაიტან. მერე ვეღარ იმუშავებ. ბავშვით ხელში რა უნდა ქნა? რამეს ვიპოვე? კარგი, ვთქვათ სამუშაო იპოვე. სახლიც კი არ გაქვს. შენი ოჯახი შენზე უარს იტყვის. როგორც იცი, გირაის ოჯახიც წინააღმდეგია. ალბათ მამა ჩემა დაურეკა. წუხარ. თქვენება ისე გამოგაგდეს, რომ არაფერი გაურკვევიათ. მაგათგან სიკეთეს ნუელი. არ დაგეხმარებიან. ლეილა, ასე ნუ ლაპარაკობ. იქნებ ყველაფერი მოგვარდეს, როცა გირაის გამოუშვებენ. როცა გირაის გამოუშვებენ? აიშე, შენ რა სიზმარში ცხოვრობ? ეგ რას ნიშნავს? რომს გამოუშვენ, შენ და ბავშვს როგორ მოგივლით? რა სისულელია? ძვირფასო.
ძვირფასო. ბიჭს ასეთ ტვირთს ნუ დაადებ. როცა ციხიდან გამოვა დაქორწინდებით. ყველაფერი მოგვარდება და სხვა შვილები გეყოლებათ. რა სიტყვით დეიდანები? არა ვითარ შემთხვევაში არ გეტყვი რომ აბორტი გაიკეთო. მეც ხომ დედა ვარ. მაგრამ ლეილას ნათქვამში რაღაც ლოგიკა არსებობს. შესანიშნავად ვიცი რა სირთულეებს აწყდება მარტო ხელა დედა. არავის ვუსურვებ. ხედავ, დეიდანევინი თანახმაა. ძალიან რთულია აიშე. ძალიან რთული, ვერ შეძლებ. არ გეუბნები რომ აბორტი გაიკეთე მეთქი. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებ. გირა იმაც უნდა გაიგოს. როგორ არა? რა უნდა თქვას იმ უსინდისომ? ღმერთო, როცა ამ ბინძურ საქმეებში გაერია, შენ რამე კითხა? ბოდიშს გიხდით, დეიდანევინ. აიშე, ნუ თუ ამ მიზეზით არ დაშორდი ქენანს. საკუთარ მომავალზე უნდა იფიქრო. ფული უნდა იშოვო. ამ მიზეზით მოხდა იამანი გაუგებრობაში. ბავშვის გაჩენა გადავწყვიტეთ. ფული მიდამ გჭირდებოდა რომ სწრაფად დავქორწინებულიყავით. ახლა არც ფული გვაქვს. რა? იქნებ ისევ დაურეკოთ იამანს. ის ხომ მზად იყო ფული მოეცა. იამანთან დარეკვა არც იფიქროთ. ისედაც უამრავი პრობლემა ჰქონდა. ძია ჰასანი გასესხებს ფულს. არაფერსაც არ ვასესხებ. ამდენი ფული საიდან უნდა მოვიტანო? იამანს არ დაურეკოთ. კარგი, რამეს მოვიფიქრებთ. ჯერ ოჯახს უნდა შეურიგდე. რა ჯანდაბა. ისევ სხვების პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. გეფიცებით ფულს დაგიბრუნებთ. არ ინერვიულო. რადგან გადაწყვეტილება მიიღე, დროს ნუ დაკარგავ. არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ. მაღაზი არ იტარდო. ვიცი რომ ფული აქვს. ჯანდაბა. 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 ხასან რა მოხდა? ფული მოიბარეს. რაც მქონდა სულ წაიღეს. ხასან, ფულს ბაღში რატომ ინახავდი? რა ჩაიდინე? ვერავინ ვერაფერში დაგეხმარება აიშე. საკუთარი პრობლემები თვითონ უნდა მოვაგვარო. წამოდი, წავიდით. ფულს ბაღში ვინახავდი. იმ ღამეს მაშინვე ბაღში გავედი რომ შემოწმებინა ფული ადგილზე იყო თუ არა. ეს ყველაფერი იმიტომ მოაწყეს რომ გაეგოთ ფული სადიდან. მე კი იდიოტივით მახეში გავები. ფული როგორც მოვიდა ისე წავიდა.
მომისმინე. ეს ფული თუ ტურანმა მოიპარა, გამოდის რომ გვეთამაშება. მაგრამ მაინც ვიპოვი და ჩემს ფულს დავიბრუნებ, გასაგებია? ამდენი ფული მამაჩემო საიდან მოიტანა? არ ვიცი. იქნებ ეს ის ფულია, რომელიც დორონჩ ნადირს გამოართვა და დაკარგა. ამიტომ ანგარიში დაუბლოკე, სანამ არ გავარკვევთ ვისი ფულია. ჩემს ძმას რატომ მივიდა? ჩემი ნახვა რატომ არ მოინდომა? ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება არ აგირიოს. ალბათ ამიტომ. რაღაც ისე არ არის. შენ მხოლოდ ეს უნდა იცოდე. მომისმინე იამან. დარწმუნებული ვარ, რომ მამა შენი ცოცხალია. ისიც ვიცით, რომ თქვენი ცხოვრებიდან საკუთარი ნებით წავიდა. ნათელია, რომ ეს პერიოდი ისეთივე ბნელია და ბურუსით მოცული, როგორც მისი ამბავი. შენ იმ ისტორიის ნაწილი არ ხარ. ბატონი ტურანი მამა შენია. მამა შენია და ვერ გეტყვი, როგორ მოიქცე, მაგრამ როგორც უფროსი ძმა, გთხოვ, გემუდარები. მამა შენისა და ქენანისგან შორს იყავი. გემუდარები. ყოველ შემთხვევაში სანამ სწავლას დაამთავრებ. სანამ პროფესია გექნება და მიზანს მიაღწევ. გთხოვ. ძალიან გთხოვ. ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია. შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. ყურადღება საკუთარ თავს უნდა მიაქციო. დღეს უნივერსიტეტიდან დამირეკეს. შენი ამბავი გაუგიათ და თხოვ ეს ყურადღება მოგაქციო. ფრთხილად იყავი, ჩემს გამო არა, შენს გამო. არავის მისცე უფლება უგან დაგხიოს. არავის. კარგი? გინდა რომ მარტო ახვიდე? იქნებ მე-11 სართულამდე ამიტანო. ფარუკ. ახლა ისე გელაპარაკები როგორც მამა და არა როგორც ასიმ შეკიფკაია. ნამდვილად მინდა რომ შენ და სედები დაგორწინდეთ. გესმის ჩემი? გამოკვირვეთ ბატონო ასი. კარგად მესმის, რასაც გთხოვ. ვიცი რომ დღემდე სედებს ყველა კაპრიზს უსრულებდით, მაგრამ არ შეიძლება ეს მხოლოდ თქვენი სურვილით მოხდეს. სედებსაც ძალიან უნდა. არ შენ ხარ მის მიმართ გულგრილი. საკუთარ ოჯახზე უარი იმის გამო თქვი, რაც თქვენ შორის მოხდა. ჩუმი მოგზაურობა შედგა. გმადლობ. გალბატონო სედებ, ერთი წუთით. გამარჯობა. მამა. ზურე პასო.
გამარჯობა მირა. როგორ ხართ? გაგიმარჯოს ქალბატონო შურგან. გმადლობთ კარგად. მამა თქვენი ბატონ ასიმ შეკიპკაიას ხვდება. ქალბატონის უდეკი ჯერ არ მოსულა. არა, მათთან არ მოვსულ ვარ. შუა აღმოსავლეთის პროექტისთვის ახალ პარტნიორს თუ ვიპოვით კომპანიაში ბალანსის შეცვლას ისევ მოახერხებთ. არ ინერვიულოთ. უფრო საიმედო კლიენტს ვიპოვით. უკაცრავად. გისმენთ? დიახ, რა თქმა უნდა, შემოვიდეს. ბატონო ერდალ, მოგვიანებით გავაგრძელოთ საუბარი. სტუმარი მყავს. რა თქმა უნდა, ქალბატონო ენდერ. მირა, გამარჯობა. დაკავებული ხომ არ ხართ? რა თქმა უნდა, არა, შემოდი. მოპატიეთ, ვიცი რომ უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ სახლში მარტო ვერასდროს გნახულობთ და ამიტომ აქ მოვედი. ოჯახ, მოდი. გმადლობთ. როგორ ხარ? ყველაფერი რიგზეა? არც კი ვიცი როგორ ვთქვა, მაგრამ მინდა იამანზე გესაუბროთ. იამანზე. ასეც ვიცოდი. ადრე ამაზე არასდროს გვილაპარაკია და შესაძლოა ჩარევა არ მოინდომოთ. არ ვიცი, მაგრამ ძალიან ვიტანჯები. ვერ ხვდები რა გავაკეთო. როგორ მოვიქცე? ამიტომ დახმარების სათხოვნელად თქვენთან მოვედი. ასეთი უკმაყოფილო იმიტომ ხარ, რომ მამა ჩემო უფლება არ მოგცა საქმეებში ჩამოშორებოდი? ამაზე ჯერ არაფერი გვითხოვს. მამა შენს უნდა რომ გთხოვ, ძალიან გთხოვ ფარუკ. მამა შენს უნდა რომ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ. ახალი მიზნები დასახა. ესე იგი, იძულებული ხარ პენსიაზე გასვლა გადადო. სჯობს დროს მივენდოთ, რადგან დასახული მიზნის მიღწევა იოლი არ იქნება. არა მგონია დრო ბევრი გქონდეთ. ჩიტს ნებისმიერ დროს შეუძლია გალიიდან გაფრინა. ეს მხოლოდ თქვენი პრობლემაა, ბატონო ასიმ. კარგად იცი. სასურველ შედეგს თუ ვერ მივაღწიე, ეს ყველას პრობლემა გახდება. ადამიანს შეუძლია ისე სწრაფად ჩამოვიდეს მწვერვალიდან, როგორც ავიდა, მაგრამ ამჯერად დაცემა შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. რატომღაც ასე ვფიქრობ? არ მესმის რა ენაზე ლაპარაკობთ, მაგრამ დღესავით ნათელი რომ ფარუქს ემუქრები. ვფიქრობ ამას მიხვდა, არ ინერვიულო. თქვენი შნებართვით უნდა წავიდე. ახალდის ფარუკ. ჩვენ საუბარზე სერიოზულად ვიფიქრე. ეს გადაწყვეტილება ყველასთვის სასარგებლო იქნება. ნახონდი სედებ. რა ხდება, მამა? ყველაფერი რიგზეა, ძვირფასო. არაფერზე ინერვიულობ, ხო? რაც გინდოდა მოგიტანე. ვიცოდი რომ არ მიღალატებდი. ყველაფერი რიგზეა, ძვირფასო. მადლობასაც არ მეტყვი. საოცრება ხარ. ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა. სარსე კონტროლი მალთუნდა.
როგორ ხარ? რას აკეთებ? რას უნდა ვაკეთებდე? არაფერს. ელიულს ველოდები. ელიული მეგობრებთან ერთად წავიდა. სერიოზულად? ხო, ნახევარი საათის წინ. ერთი მაგას დამიხედეთ. ისე წავიდა რომ არ მითხრა. ფიქრებით საში დაფრინავს. ხომ იცოდა რომ ველოდებოდი? სახლში მიდიხარ? ხო, თუ გინდა წაგიყვან. არ გაიყინები? არ გავიყინები. როცა სიტყვა საყიდლები ესმის, ყველაფერი ავიწყდება. ეს სიტყვა არ უნდა უხსენო. მერე, რა მერე? შენ და ელიული უკვე ერთად ხართ? ერთმანეთს ხვდებით? თუ გეტყვი რომ ერთად ვართ და ერთმანეთს ხვდებით, არ გეწყინება? არა, ამაზე ხომ უკვე ვილაპარაკეთ. უბრალოდ მეგობრები ვართ, ჩვენ შორის მეტი არაფერი ხდება. ხო, ერთმანეთს ხვდებით. დავიწყეთ შეხვედრა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა უნდა ვქნა. როცა ვინმეს ხვდები. მე მოკლედ პირველად ვარ ამ სიტუაციაში. Tuce. იცი ძალიან მიყვარს და მგონი მასაც უყვარვარ. ერთხელ მთელი ღამე ვიჯექი და ვლაპარაკობდით. მიხარია. ქუჩაში ხელი ხელჩაკიდებულებს ჯერ არ გვისეირნია და არც მეგობრებისთვის გვითხოვს რამე. ელიულ ცოტა ერიდება. შეხვედრა ახლახანს დავიწყეთ, ამიტომ ვცდილობთ ყველასგან შორს ვიღოთ. მაგრამ ბედნიერები ვართ. ძალიან მიხარია. უпростоრად ბედნიერი ვარ. ძალიან ბედნიერი. იმედია ისიც ბედნიერია. რა? იმედია არ გავიყინები. ამიტომაც გითხე, მაგრამ არ გაიყინები. სქელი ქურთუკი გაცვია. მაგრად მომკიდე ხელი. კარგი დეიდა იესემინ, არ ინერვიულოთ. დორცეთ შევუკვეთებ. არა, მოვასწრებ. მეც მიყვარხართ. გმადლობთ. სადედამთილოსთან რა კარგი ურთიერთობა გაქვს. თვალი არ ეცეს. რასაყოფა ცხოვრება თემაზე საუბრობთ. სადედამთილო და ასე შემდეგ. შეიძლება იფიქრო, რომ მალე დაქორწინდებით. ღმერთო, თვალი არ ეცეს. ყველაფერი კარგად არის, რატომაც არა. კიდევ რა გინდა ხალე? არასდროს თქვა, არასდროს. შეიძლება პირველი შენ გათხოვდე მერცე. ედა მერცე ბევრს ლაპარაკობ. შეიძლება მეც ყინოს კიდეც. ვხუმრობ სულელო. შენი წყალობით დღემდე მეგონა რომ იმ ბიჭს მაიმუნი ერქვა. სწორედაც რომ მაიმუნს ვეძახი. ხო, მართლა. ორგუნის დაბადების დღეზე ხალემ ბუგრუ დაბატიჟა. მერე რა? იქნებ მოგინდეს მერც უთხრა რომ შენი ყოფილი შეყვარებულიც მოვა. რა გაცინებთ? თქვენ რა გიჟები ხართ? რატომ გრცხვენი აღიარო რომ მერც ხვდები? რომ ხვდებოდი უცილებლად გეტყოდით სულელებო. ახალ წელს სიახლოს იყავით. ახალ წელს ყველა ახლოს არის. ეს ხომ დღესასწაულია. გასაგებია, დაცინვის ობიექტი გჭირდებათ. სად მიდიხარ? ვიხუმრეთ. თქვენი თავი არ მაქვს. წავედი ნახვამდის. ვიხუმრეთ. სად მიდიხარ? თქვენთან ანგარიშის ჩაბარება მაყლდა. იდიოტები. ხომ ხედავ, აღიარების რცხვენია. ბუგრო არ დამიპატიჟია, მაგრამ აუცილებლად ვეტყვი. გავერთობით. მერც დაპატიჟებ? კიდევ რა გინდა? მაგრამ რომც ვუთხრა მოსვლას ისედაც არ მოინდომებს. დიახ. შეიძლება დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. დღეს ჰოლდინგში იყავი? ხო. მინდა და შენთვის სიურპრიზი მომეწყო, მაგრამ არ დამხვდი.
ადვოკატს შევხვდი. მე და მამა შენმა პროტოკოლს ხელი უნდა მოვაწეროთ. ამის შემდეგ უკვე სასამართლო გაიმართება. ვიცი. ბერენსაც ველაპარაკე. მე და მამა შენი ვშორდებით, მაგრამ თქვენ არა. ეს ჩვენზე გავლენას არ მოახდენს. ჩვენ სიყვარულსა და მოვალეობებზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამან თქვენს ცხოვრებაზე არ იმოქმედოს. თან პირველი წყვილი არ ვართ, ვინც ერთმანეთს შორდება. არც თქვენ ხართ პირველები, ვისი მშობლებიც ცალ-ცალკე იცხოვრებენ. ყველაფერს ვაკონტროლებთ. მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. როდის დამთავრდა ყველაფერი? უბრალოდ როდის მიხვდით, რომ შენ და მამა ჩემს ერთმანეთი აღარ გიყვარდათ? არსებობს ისეთი სიყვარული, რომელიც არ სრულდება და მთელი ცხოვრება გრძელდება. შენ სასაკში ნაკლებად ემოციური ვიყავი, მირა. ასეთი მგრძნობიარე ნუხარ. მაგრამ სასწაულის უნდა გჯეროდეს. ბატონო სელიმ, კვერცხში უცებ ამოავლეთ და არც ფქვილში გააჩეროთ დიდხანს. ასეც ვაკეთებ. ცოტა ხომ არ დაფუძიო, ზეთი დუღს. კარგი, დაუწიე. სუზი, ხელი ისედაც დამწვარი გაქვს და კიდევ ნუ დაამატებ, კარგი? ხო, სუზი. ისედაც ჩვენი მთავარსარდალი ხარ. გადი სამზარეულოდან. ჩვენ გავაგზავნებთ. სუზი, წადი დაისვენე. ყველაფერი გასაგებია. გინდათ რომ გამაგდოთ. მივდივარ. ბატონო სელიმ, თევზი დაფაზე დიდხანს არ დატოვოთ. გასაგებია. გემრიელად მიირთვით. გმადლობ. პიცა უნდა შეგუკვეთა. სუზის მენიუს რეანიმაცია რა საჭიროა? მამა შენი შეკვეთა იყო. ხო, დიდი ხანია ასეთი შემწვარი თევზი მენატრება. სამზარეულოში ერთად ყოფნით უნდა დავთქვით. ჩემი აზრით საჭირო არ არის სუზის ხელის დაწვას ველოდოთ. ზოგჯერ კარგია ერთად ყოფნა და საჭმელების მომზადება. არა? ხო, კარგ დროს ვატარებთ. იემანი ძალიან მიყვარს. ვიცი. ჩემი ნათქვამი არასდროს დაავიწყდება. მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება. დრო გადის და ყველაფერი უარესდება. იემანს კარგად ვიცნობ. ჩვენ შორის მანძილი თუ უფრო გაიზრდება, დავკარგავ. ძალიან მინდა როგორმე დაველაპარაკო. საშუალებას ვერ პოულობ. გთხოვთ დამეხმარეთ. არ ვიცი რა ვქნა. იემან შეეშვი, უკვე მზად არის. ჩავფიქრდი. ხო, მაგრამ მზად არის. ალბათ. ხოლ ისვენებ?
დიახ. ამდენი ხნის შემდეგ ვიცი რომ დასვენება გჭირდება. მაგრამ მინდა ხვალისთვის რაღაც გთხოვოთ. რა თქმა უნდა, მითხარით. არა. მაშინ მე ვარ სულ ამბობ. ჯერ მოისმინე. რა? ხვალ ფონდისთვის რაღაც უნდა გააკეთოთ. გალბატონო ენდერ. კვირის დასაწყისში სავაჭრო ცენტრიდან დასაცმელი მოიტანეს ფონდისთვის. საწყობში გავაგზავნე. კარგია. იცი სავაჭრო ცენტრის შემოწირული დასაცმელი უნდა დაახარისხოთ და გაანაწილოთ. არ მგონია რთული დავალება იყოს. მგონი თავს გაართმევთ. რა თქმა უნდა, მაგრამ როდისთვის გინდათ? ხვალისთვის უნდა მორჩეთ. რა თქმა უნდა, რამდენიმე ადამიანს დაგახმართ. ჩათვალეთ რომ ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ პრინცესა, ასე არ შეიძლება. არ შეიძლება პროგრამა 2 წუთში შეადგინა. ჩემ შეყვარებულს დავპირდი, ხომ უნდა შევხვდეთ? არ გცალია. არა. კარგი დასახმარებლად ელიულიც მოვა. სერიოზულად? ჩემი აზრით უნდა მოვიდეს. სიგნალის შემდეგ დატოვეთ შეტყობინება. აბონენტი მიუწვდომელია. შვიდობით. კარგად ძვირფასა. იემან. მივემგზავრები. მაგრამ შენი სიყვარული ისევ ჩემს გულშია. ცუდია რომ ვერ გნახე. ნახვამდის. რა თქმა უნდა, წასვლის წინ გნახავდი, მაგრამ ვერ ვახერხებ. რადგან ერთმანეთს ცუდად არ დავშორებივართ. იმედია კიდევ გნახავ. რა სიტყვე? თავს გაუფრთხილდი. მინდა რომ კარგად იყო. კოცნი. შვილო, წამოდი. ლეილა, წავედით. გამგზავრების წინ შენთან ლაპარაკი მინდოდა. კარგი. ალბათ ასე იყო საჭირო. კარგი. ნახვამდის. იმედია ზაფხულში ისევ ჩამოვალთ. წამოდი შვილო. მზად ვარ. აი შენც მიემგზავრები. სამწუხაროა. ჩემი სიტყვები არ დაგავიწყდეს. ის საქმე ბოლომდე მიიყვანე. იემანს ელაპარაკე. ტელეფონი გამართული აქვს. ლეილა, შვილო, წავედით. დაგვაგვიანდება. კარგი დედა. არ მინდა ვიფიქრო რომ გამირბის. არ მგონია. საინტერესო არდადეგები გქონდა. ამ მცირე დროში რამდენი რამ მოხდა. ხო. აი შენახავ, ყველაფერი კარგად იქნება. ბედნიერად იმგზავრე. თავს გაუფრთხილდი. შენც. დაგირეკავ და მომიყევი რა მოხდება. კარგი. იამანს თუ დაელაპარაკები, უთხარი რომ მასე ვფიქრობ. კარგი? ნახვამდის. კარგად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. კარგად. ძმაო, ამას მალე ვერ დავამთავრებთ. მოდი საქმეს მივხედოთ. რა პრობლემაა? აქ დიდი რაოდენობით ტანსაცმელია. ას ტელეფონი იჭერს. იქნებ მორჩი უწმოს. არა, ელიულიც არ მოსულა. დროა დავიწყოთ. სწრაფად მორჩებით უკეთესია. ასე ჯობს. ჯერ ზაფხულის ტანსაცმელი უნდა გადავდეთ. შარლები და მაისურები ერთად დავდეთ. მერტ, აქ ვართ. რა საშინელი მტვერია? მოვიდა და წუწუნი დაიწყო. თუ გინდათ რომ ხელები არ დაისვაროთ, ყველაფერს მე მივხედავ. არავით არ შემთხვევაში. შორიდან მოვედით. სერიოზულად გეუბნებით. გამარჯობა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ქალბატონმა ინდერმა თქვა რომ პირველი პარტია საღამოს უნდა გავაგზავნოთ. უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ.
მოდი მირა, აქედან დავიწყოთ. ასეთი სასწრაფო თუ იყო, უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოეშვა. ცუდი აზრი არ არის. ტუჩეს დამურეკა და ვეტყვი რომ ყველა მოიყვანოს. რატომაც არა? აქედან ვერ დარეკავ. ტელეფონი არ იჭერს. ზემოთ ავალ და დავრეკავ. ეს კარი როგორ იღება? მხოლოდ გარედან იღება? კარგი რა მირა. რა მნიშვნელობა აქვს? შენ აქედან დაიწყე, მე იქიდან. ძვირფასო. შეგვიძლია წავიდეთ. მზად ვარ. როგორც ხედავ, მაჭანკლობა მოგეწონა. კარგ ხასიათზე ხარ. ხო, მე რომ ასე მოვქცეულიყავ, ისეთ რაღაცებს მეტყოდი. რა თქმა უნდა გეტყოდი. უბრალოდ მათ საქმეში არ ვერები. ხო, არ ერევი. არა. უბრალოდ ისეთი სიტუაცია შევუქმენი, რომ დაილაპარაკონ. თან მეც მაწყობს. დასაცმელი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაგზავნო. კარგი, წავედით, თორემ დაგვაგვიანდება. წავედით. შეეშვი, მიავწევ. არა, მე თვითონ. გითხარი და დემეთქი. შენ შეეშვი, მე მიხედავ. შეეშვი. აიღე. ასე რატომ მეკცევი? რას გულისხმობ? რას? ძალიან ცუდად მეკცევი. რაც უნდა გავაკეთო, არაფერი მოგწონს. თითქოს ყველაფერში დამნაშავე ვიყო. ასე მგონია გძულ ვარ. არ მძულ ხარ. გძულ ვარ, აღიარე. შენთვისაც კარგია და ჩემთვისაც. მირა. გიმეორებ, არ მძულ ხარ. ვერ შეგიძულებ, მაგრამ გაბრაზებული ვარ. გაბრაზებული ვარ და თავი დამანებე. კარგი? მეც გაბრაზებული ვიყავი. მეგონა შენ და ლეილა ერთმანეთს ისევ ხვდებოდით. ის სიტყვები იმიტომ გითხარი, რომ მეგონა მატყუებდი. იამან მართალს გეუბნები, საშინელ დღეში ვიყავი. ის მითხარი, რასაც სინამდვილეში ფიქრობდი. არა, იმიტომ გითხარი, რომ მეგონა მიღალატე. ხო, მაგრამ არ მიღალატია. არაფერი დამიშავებია და ის სიტყვები იმიტომ მითხარი, რომ ჩემთვის გული გეტკინა. საშინლად გაბრაზებული ვიყავი. ეს არ დამიმსახურებია. ცხოვრებაში პირველად უთხარი ადამიანს მიყვარხარ, ჩემი გზნობები პირველად შენ გაგიზიარე. და სანაცვლოდ ეს სიტყვები მივიღე. რომელი სიტყვებიც არ დამიმსახურებია. ნუ თუ ვერ გრძნობ, რომ შენი დაკარგვის მეშინია იამან. მერე რა? რა ურთიერთობა გვაქვს? თავად გითხარი, რომ შუბლზე ყველაფერი მაწერია. ისიც გითხარი, რომ ადამიანები ყოველთვის გამერბიან. მაიძულე დამეჯერებინა, რომ ისეთი მოგწონვა, როგორიც ვარ. შემდეგ კი სილა გამაწანი. მითხარი, რომ ტოლზუდერეში არ ვარ. ხო. აქ ტოლზუდერი არ არის და ეს კარგია. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. იამან, მომისმინე გთხოვ. შენი მოსმენა არ მინდა. მივდივარ, უჩემოდ გააგრძელეთ. თუ გინდა დახმარებას გამოგიგზავნით, მაგრამ ვფიქრობ, არ დაგჭირდებათ. ორკუნი პირველივე დარეკოზე გამოიქცევა. ალო. გარი გააღეთ. არის ვინმე? გარი გააღეთ. არის ვინმე? გარი გააღეთ. გავაღოთ? თითქოს აგრესიულია რა? არა, ბატონ მერტს გასაღები აქვს, როცა საჭიროა თვითონ გააღებს. რა ხდება? შეეშვი. მოვლენ და გააღებენ. მოდი ვიმუშაოთ. რაჯიუტი ხარ? ასე იმიტომ მიქცევი, რომ არ იმუშაო, არა? ძვირფასო. ჩვენ ვიმუშაოთ. იამან, ამას უნდა მოვურჩეთ.
პირადად მე მიხარია რომ დალაპარაკების საშუალება მოგვეცა. შენ არ ლაპარაკობ. ყვირი და საკუთარ დანაშაულს უარყოფ. ვაღიარე რომ მართალი ხარ. ცუდი არ იქნებოდა ჩემთვისაც გაგეგო. იქნებ მორჩი ამაზე ლაპარაკს. ეს უკვე მეტის მეტია. გთხოვ. ახლა დაიწყება. არა, ასე არ გამოვა. არც მუშაობ და არც ერთმანეთს ურიგდებით. არ გამოვა. გასაღები შენ ქონდა? ყველაფერი რიგზია, ვაღებ. რა ადამიანი ხარ? გარს რაღაც ჭირს, არ იღება. მომეცი, მე გავაღებ. გაიწიე. გონი გაიჭედა. მორჩ. რომელი ფილმი უნდა ვნახოთ? ჩვენი ფილმი ვნახოთ. სეანსი 20 წუთში იწყება. ვნახავ ადგილები თუ არის. ახლა. რა ხდება? ბატონო სელიმ, თქვენი ნახვა უნდათ. გამარჯობა ბატონო სელიმ. გამიმართლა რომ წასვლამდე შეხვდით. მოგესალმებით. ბოდის გიხდით რომ დასვენების დღეს შეგაწუხეთ. ერთი წუთით. ესეც ჩემი დასვენების დღე. სელიმ, ის უკვე აქ არის. რა მოხდა ბატონო ჰასან? თქვენ მითხარით რომ იამანის მამის ფოტოები ნევინს გაუგზავნეთ. სურათები ბანკში გადაიღეთ? დიახ, მე რა? იამანის ანგარიშზე ფული შეიტანა არა? მაგას რატომ ეკითხებით? დედამის ეგონა რომ იამანმა არ იცოდა. ამიტომ თქვენთან დალაპარაკება გადავწყვიტე. ანგარიშზე 100,000 ლირა შეიტანა? რაც გულისხმობთ, ვერაფერი გავიგე. უნდა უჩივლა. დურან კოპერმა ჩემი ფული მოიპარა. 100,000 ლირა დავკარგე. მიუხედავად იმისა, რომ ციფრი არ გითქვამთ, მე დავასახელე, რადგან ფული ჩემი სახელიდან მოიპარა. ჩემი ფულია. იამანის ანგარიშზე ჩემი ფული ჩაირიცხა. პირველ რიგში დავშვიდი ბატონო ჰასან. მტკიცებულება გააქვთ? არა, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ფული მოიპარა, რადგან იქ არ არის სადაც დავმალე. მას შემდეგ რაც ფული მომპარეს, იამანის ანგარიშზე სწორედ ისთან აღმოჩნდა. მაბატიეთ, მაგრამ გონი მისამართი შეგეშალათ. ფული თუ დაკარგეთ, პოლიციაში განაცხადეთ. მე იამანის მამას ვეძებ. თქვენი პრობლემები არ მაინტერესებს. გეუბნებით რომ ეგ ჩემი ფულია. მე კი გეუბნებით რომ ფული თუ დაკარგეთ, პოლიციაში განაცხადეთ. მეტი რა გითხრათ? სელიმ, როგორ თუ რა მითხრათ? ფული იამანს აქვს. ჩემი ფული მომეცით. თავი დამანებით, ჩემი ფული. მტკიცებულება თუ გაქვთ, მაჩვენეთ. თუ არა და ჩვენი შეწუხება აღარ გაბედოთ. მორჩა. ყველა პრობლემის გამო ჩემთან სირბილს მორჩით. იამანს კი თავი დაანებით. წამოდი ძვირფასო. რატომ არ კითხე ეს 100,000 თავისი როგორ არის? ასეც რომ იყოს არავინ იცის საიდან მოიტანა. იამანს ნამდვილად გაუმართლა რომ ამ კაცს თავი დააღწია. ბატონო მერტ, ხელოსანი გამოვიძახე და მალე მოვა. კარგი. გასაგებია. 10 წუთის წინ იგივე გითხრა. კარგი, ნუღელო, არ ინერვიულოთ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჰაერი არ მყოფნის. ვერ ვსუნთქა. მაგაზე ნუ ფიქრობ, თორემ ცუდად გახდები. გონი ჟანგბადი აღარ არის. ასე ნუ ლაპარაკობ, მეშინია. ცუდად ხარ? არა, კარგად ვარ. წყალიც კი არ გვაქვს. ამას შეეშვი და ჩამოჯექი. ხო, მართლა, დაჯექი. ახლა კარგად ვარ. ალბათ ფსიქოლოგიურად გავხდი ცუდად. სად არის ხელოსანი? სად? ურეკავთ ბატონო, გზაშია.
გონი კლაუსტროფობია მაქვს. შენი კლაუსტროფობია გვაკლდა სწორედ. ხელოსანი კარის გაღებას შეძლებს? ეს ხომ ჩვეულებრივი კარია. რა თქმა უნდა შეძლებს. უკაცრავად, იმ ხელოსანს კარის გაღება შეუძლია? ეს ხომ რკინისაა? რა თქმა უნდა გააღებს. ნუ ნერვიულობთ. გასაღების საკეთში რამდენჯერ გადაატრიალეთ? 4 ჯერ. აი ეს მესმის. სიტყვები არ ყოფნის. ალბათ მე ჩავკეთე. თქვენი სიყვარული ხომ ნებისმიერ საკეთს აღებს. ნერვების ბრალია. მირას რამე თუ დაემართება, გაჩვენებ კარის ჩაკეტვა როგორ უნდა. ოჩახ. იამან რას აკეთებ? არაფერს, არ ინერვიულო. კალბატონებო, არ ინერვიულოთ. ტომ კრუზი ფილმში შეუსრულებელი მისია ასეთ რამეს ასჯერ აკეთებს. რითია იამანზე უკეთესი? თავგადასავლების მოგონება საჭირო არ არის. მალე ხელოსანი მოვა. შეიძლება შემოვიდე. მობრძანდით ბატონო ერდალ. მინდა მადლობა გითხრათ დახმარებისთვის. ეს კი შუა აღმოსავლეთის პროექტის სანაცვლოდ. რა არის? ამით თქვენს მდგომარეობას უფრო გაიმყარებთ, სანამ განქორწინების პროტოკოლს ხელს მოაწერთ. ღმერთო ჩემო. ნახეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ძმაო, კიდევ ერთი თავგადასავალი იწყება. თავი დაანებე, შეგიძლია ცოტა დაისვენო. ვიცი, მზაკრული იდეა იყო, მაგრამ უნდა მესადა. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. იმედი არ დაკარგო. აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. უკვე აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. უკან დაიხიე. უკან. გასასვლელი არ არის. არასდროს მაპატიებს. ნამდვილი გიჟი ხარ. მეგობარო, ეს სიყვარულია. ფოლადილით არის, რომელიც ბრძოლაში იწვრთობა. ხო, მაგრამ იამანის მტკივნეულ თემას შევეხე. თითქოს მისი მტერი ვიყო. სინამდვილეში საკუთარი თავი უფრო დავაზიანე. ის სიტყვები ბუმერანგივი დამიბრუნდა. უკვე რამდენიმე დღეა სუნთქვა მიჭერს. თითქოს გული აღარ მიცემს. ასე მგონია სამყარო დაინგრა და ნანგრევების ქვეშ მოვყევი. ისეთი თავხედი ვარ, რომ იამანის მოსვლას მაინც ველოდები. მინდა ამ საშინელი კოშმარისგან გამაღვიძოს და მითხრას, რომ პრინცესა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ეს უბრალოდ სიზმარი იყო. მითხრას, რომ ჩემთან არის და ყველაფერი მაპატია. მზად ვარ ეს ყველაფერი გადავიტანო.
ოღონდ მან არ ჩაიქნიოს ხელი. რადგან სხვაგვარად უკვე აღარ შეიძლება. არა. იცი. სხვაგვარად ცხოვრება აღარ შემიძლია. მას შემდეგ რაც ასე ძლიერად შემიყვარდა და მისი სიყვარულიც ვიგრძენი. მის გარეშე აღარ შემიძლია. მგონია რომ ვეღარ ვიცოცხლებ. აი ასე. კარგად ხართ? დიახ. გადავრჩით. წავედით აქედან. წამოდი. სახლში მიდიხართ? ჩვენ წავიყვანეთ. არა, კი. მეგობრებს უნდა შევხვდეთ. ხო, მე ჩვენთან ერთად წამოვალ. ნახვამდის. ნახვამდის. ძვირფასო, მომენატრები. რატომ გარბი ხარ? ასეთი რა არის, რა ხდება? არაფერი, მასთან დალაპარაკებას აღარ ვაპირებ. რაც უფრო ვცდილობ, მით უფრო გამერბის. დასაფიქრებლად დროს მივცემ. თუ მოუნდება, მოვა და დამელაპარაკება. ისევ დავშორდით ერთმანეთს. მეც გაუგებრობაში მომყევი. გესმის? შენს გაუგებრობაში მოყევი და მეც. შენს გამო ჩემი შეყვარებული წავიდა. მათთან ერთად უნდა წასულიყავი. არა, არ შემიძლია. ეს რა მეგობრობაა? ვიცი, შენს გაბრაზებული ხარ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.